ჩხარტიშვილის ბინები ლონდონში. ვანო ჩხარტიშვილის. გამოგიგზავნეს ჩვენ მე ემიგრანტები, მაგრამ სამი ბინი. აი. წაიღო ანაბრები და დააბანდა ლონდონში. სენატის შეერაგების კომიტეტის თავმჯდომარე, მეგობარი აქტის თანაავტორი და ჩვენი დიდი მეგობარი. ეს არის სენატორი მარკ კეინი, რომელიც ოფისში იყო აქ მოსული. აქ მცირე ნაწილია და მთლიანობაში კონგრესის ნახევარი ჩემი საზოგადოება. საღამო მშვიდობის დღეს თავგადასავალი სტუმარი პოლიტიკოსი შალვა ნათელაშვილია, ადამიანი, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში თავისი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისი საჯარო გამოსვლები ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და მის მიერ აი ესე სპონტანურად წარმოთქმული ფრაზები მერე უკვე ხალხში განსაკუთრებულ განწყობას ქმნის. ბატონო შალვა, გიორგის კი გავაცინე. კი, პირდაპირ ეთერში. შოკამდე. ამერიკული ექსპედიცია მთვარეზე პირველად ნახევარი საუკუნის შემდეგ ცოცხალი ასტრონავტებით მთვარეზე მიემგზავრება ხომალდი, მთელი ელიტა მსოფლიო ამას ელოდება, იქ ახალ მიღწევებს მთვარის უხილავ სფეროსად შემოუფრენენ და ჩვენ ერთი ჭორვილ პუტინიჩი კრიმინალი და მისი ბანდა ვერ მოგიცვლილებია ხალხო. და თქვენინები და ღმერთის დახმარებით ამას აუცილებლად ვიზავთ. წარმატებული მინდა გისურვოთ. კარგი რომ ცუთხასიათზე მაინც არ გაღენებთ. მოგესალმებით, მადლობა იმისთვის, რომ თქვენი განსაკუთრებული დრო დაგვიწმეთ. გადაცემის ყურადღების ქვეშ მოვეკეცი და მადლობა შეფასებისთვის. მადლობა თქვენ და დღეს პოლიტიკაზე მინდა რომ ნაკლებად ვისაუბროთ და შალვა ნათელაშვილი გავაცნოთ ქართულ საზოგადოებას უფრო სხვა კუთხით. ეს ჩემი ოცნება რომ პოლიტიკაზე არ ვისაუბრო და სამწუხაროდ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ პოლიტიკაზე საუბარი არა მარტო პოლიტიკოსებს, ჩვეულებრივ ადამიანებსაც ხშირად უცნაური ადამიანის საზოგადოება არსებობს, ის პოლიტიკიდან ვერ გავა. რაც არ უნდა ზე პოლიტიკურობა გამოაცხადოს. ბატონ შალვა, მოდით დავიწყოთ თქვენი ბავშვობით. ვიცი რომ დაიბადეთ ფასანაურში და აი გადმოცემით რა იცით, როდესაც ნათელაშვილების ოჯახში გაჩნდა ვაჟი. ვიცი რომ სახლში გავჩნდი, მე კი არ ვიცი როგორც მითხრეს, თორემ ახლა საიდან მეცოდინები გამბოვი, მაშინ არ იყო ახლა ეს საუნდტროფები და სამშობიაროები და კიდევ კარგი სახლში მაინც გავჩნდი, სხვა შემთხვევაში მთის ქალები როგორც წესი სახლიდან გაძევებული იყვნენ მაგ დროს, ბავშვებს აჩენდნენ ბოსეში. და შემდგომ იყო 40 დღე რაღაცა უხსენებლობის და საკვებს აწვდიდნენ ჯოხით და იყო მთელი პროცედურები. ეს გარკვეულწილად ალბათ გამართლებული იყო იმითაც, რომ რაიმე ბაქტერია ბავშვს არ გადაზდებოდა და გარკვეული სანიტარული გარემო, მაგრამ ახლა ბოსელში რა სანიტარული გარემო უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში 300 არაგველი იქ არის დაბადებული და ასეთი გმირები მივიღეთ. მე ყოველ შემთხვევაში სახლში მომიწია ამ პროცედურის გავლა. დანარჩენი ხლა იქ 2 წლამდე ვიყავით ჩვენ, მე მამაჩემმა მოინდომა რომ ჩემს სამშობლოში მინდა ბაზალეთიდან იყო თვითონ გვარი ჩვენი მთლიანად შუაფხოდან არის. აი რემტკალო სალოცავი უკანა ფშავში ეს ჩვენია. უძილაურებია ძველი გვარი, მე ხო იშლებოდა ეს. კი, იყოფა ეს ოჯახები და სხვადასხვა გვარს იღებდა და ებმაგვარიანში მოხდა ჩვენი შტოც. ხო და მოინდომა ბაზალეთში წამოსვლა, რის წინამდეგიც დედაჩემი იყო სიცოცხლის ბოლომდე. რატო უყვარდა იქაურობა? ფასანაური და მთისქალი იყო და გუდამაყარი უყვარდა და აქსაც ჩამოვედი. აქ როგორ უნდა მოვკვდე და მოკლედ სიკვდილის წინ შეგვიცოდა და გითხრა რომ კარგიო. აქ დამარხეთო ჯანდაბასო, იმიტომ რომ სული ქონდოდა დამარხვა. თაში. და სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე შეგვიცოდა და შეცვალა გადაწყვეტილება. ხო, და მე რო წავამიყვანეს ვიყავ 2 წლის ალბათ. ხო, 2 წლის და ერთი 2 თვის ალბათ. ამიტომ ფასანაურიდან დიდი მოგონებები მიპირდა და არ დამრჩენია.
თუ არ გავითვალისწინებთ ოჯახის წევრთა მონაყოლს ახლა ვინ რომელი მეზობელი ყავდა, ვინ დამატარებდა ხელით, ვინ მაბანავებდა არაქვში, ხო. მე არ გიცდიათ ოჯახს, აი დედას ესეთი განსაკუთრებული სიყვარული რო ქონდა ფასანაურის, რომ აი ვთქვათ რაღაცა დაბრუნებული იყო. სულ აპირებდა სიკვდილამდე სახლის გაყიდვას და ისევ დაბრუნებას. ეს იყო დედაჩემის აუხტენელი ოცნება. ეხლა მე რო არ დაგემოვლოთ, ფასანაურმა ისე გამაბრაზეს არჩევნების შედეგების მიხედვით, ხარ შევარნაძისტები გახდნენ, ხარ მიშისტები, ხარ ქოცები, რომ გახედო არ მინდა იქეთ, მაგრამ ნუ ახლა იქ ის თაობა და ის სული რაც იქ ტრიალებდა, სხვა იყო მაშინ. ხო, მე მახსოვს მხოლოდ და მხოლოდ დათვი, რომელიც ყავდათ რესტორანში ფასანაურის, მოგეხსენებათ ეს გარკვეული უფასო რეკლამა იყო. დათვის ყოლა აი ამ საზოგადოებრივი კვების ადგილებში, ოღონდ იყო განსაკუთრებული არსება იმ გაგებით, რომ აიღებდა ლიმონადის ბოთლს, გახსნიდა ბრჭყალებით და ესე ნამდვილად იყო თუ უბრალოდ გადმოცემით არის ეს ჩემი თვალით მართლა. ეხლა ბავშვი როგორ ჩანს მშობლებზე და ოჯახზე მეტად გამახვილებულად ცხოველებზე. ხო და ამიტომ აი ესე კაი ძველი ბიჭივით ესე ერთი თათი აქე და ამას სწავდა ასე ამ ლიმონადის ბოთლს და ეს კადრები ჩემი თვალებიდან არ გადის. ნუ მაშინ კოკა-კოლა არ იყო, ალბათ იმას დალევდა. ხო, სხვათა შორის უნდა ლიმონადის კარგი ქონდათ მაშინ. უნდა შემოგთავაზოთ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშებით გაფორმებული ესეთი ექსკლუზიური შეფუთვა არის, რომელიც აერთიანებს მსოფლიო გემოს. სხვათა შორის მაინტერესებს საფეხბურთო რომელიმე საფეხბურთო გულშემატკივრობთ, ვინც მსოფლიო ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას. თუ არ ხართ დიდად ფეხბურთის მოყვარული? კონკრეტულად არა. მადლობა. ხო, ამ ჩემპიონატისთვის უკეთეს ასმას ვერ ვიშოვდნენ. ვიყავი, ესე იგი, ფეხბურთის გულშემატკივარი. დათოყიფიანი ჩემი თანაკურსელია. მართლა. და მე ერთად მუშაობდი და ძალიან დიდი მეგობრობა მქონდა. ხო, და ხშირად მეტყოდა, რომ აი სულ შეთან მინდაო შავა ყოფნა, იმიტომ რომ არ მაწუხებო ამ კითხვებითო გულშემატკივრებმა რო იციან, რომ იქ კუთხური რატო დაარტყა, ის ჯარი რატო გააფუჭა და სხვა რაღაცები, ნუ ვიღლებიო ძალიან, რა სადმე რო ვარ. ხო, ნუ ვიყავი ძალიან გულშემატკივარი ფეხბურთის, განსაკუთრებით როდესაც აიღეს თასების პრობელთა თასი ეს. ნუ ეს ყველა ქართველისთვის იყო ძალიან დიდი სიამაყის გაცდა მაშინ. ეს თავისთავად ეს გამარჯვება, მაგრამ აი იმ პერიოდში ვამბობ. იმ პერიოდში, მაგრამ რო შევხედი ამ ჩვენ ფეხბურთელებს, რომ ავიდოდნენ რაღაც გარკვეულ სიმაღლეზე და მერე დაეწყებოდათ KP-ის, დროსტარების, ეს ალბათ ქართული ხასიათის ამბავია. რიპის მოდების პერიოდი და ფორმას კარგავდნენ და აფუჭებდნენ ტექნიკას და შედეგებს ვიღებდით ძალიან რეგრესულს. მივხვდი რომ მე ნერვები არ მქონდა ამ გულშემატკივრობის. ანუ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრობას სჭირდება ძალიან ძლიერი ნერვები და შურს მართლაც ჩვენი გულშემატკივრების, იმიტომ რომ ქართული ფეხბურთელი განსაკუთრებული მოვლენაა. ხო, მაგრამ ეს ახალგაზრდა თაობა მაინც სხვანაირია. მასშიედრულად არის ვარსკვლავიც და არის შავი ხვრელიც. აი ხო არის ასტრონომიაში შავი ხვრელი, რომელიც ნუ ასე ვთქვათ, ხანდახან გადასძალავს ამ ვარსკვლავის ბრწყინვალებას. თქვენ ბავშვობას რო დაუბრუნდეთ, ესეთი რაღაც ამოვიკითხე, რომ ოჯახის წევრები გეძახდნენ ბუბას. რაღაც საინტერესო ისტორიაა, ხო? მე რატომ დაგარქვეს ესე შალვა, რო გაიხსენოთ ეს ისტორია. ეს მთაში ის ცელკ ბავშვებს ეძახიან ბუმბღლიას, აი ბუმბულივით აი რუსულად დაფრინავს და რო ცელკი ვიყავი ძალიან. ამიტომ დამარქვეს ეს ბუმბღლია და მე შეგჭათ სახელი ბუბა ალბათ. მე გავხდი ბუბა, ბუბო და რო ხდებოდა ცხონებული ვახტანგ გიგაბიძე, ისიც ხო ბუბა იყო. კი. ძალიან უხარო და იმიტომაც რომ აი თქვა მოსაყილეები ვიყავი და ორი ბუბა და ამაზე ვღადაობდი ძალიან ბევრს. დიახ. ეს სახელი მე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ შალვა მაინც პასპორტის სახელია. თან ჩვენ გვარში რა ვიცი ყოველ მეორე ბიჭს შალვა ქვია, იმიტომ რომ წინაპარი იყო ცნობილი სპარტაკიადის მოჭიდავე, რომელმაც მოიგო მოსკოვის საბჭოთა ხალხთა სპარტაკიადა და სტალინმა აჩქვა ჩიბუხი. ნუ ამბატებდნენ რომ თავისი ჩიბუხი აჩქვა, რა თქმა უნდა არ იყო თავისი, სასაჩოქრუებს არ იგებდა ეგ.
ესეთ ფიგურებზე. ხო და ვინაიდან ეს იყო ყველაზე ცნობილი გვარში ეს შალვა, ნუ ყველას არქმევდნენ ამ იმას, რა ქვია, ამ სახელს. მაგრამ მე პასპორტში მარქმევდნენ თურმე ეს რა ქვია, იოსებს, საერთოდ სტალინის საპატივცემულოდ. სოსოს, ხო, მამაჩემის მამის საპატივცემულოდ. ხო, მაგრამ ამ ქალბატონს, ვინც წერდა ამ დოკუმენტაციას, რომანი ქონია ამ შალვასთან, ამ უჭიდავესთან. ხო და ინსტინქტურად ჩაუწერია შალვა. სიყვარული აუხსნელი რაღაცა და ნათელაშვილი და გაპარვია შალვა. და მე დედაჩემისთვის უთხოვია რომ კაცრი აღრიცხვის დოკუმენტია და არ გამომაცვლებინო და დარჩე შალვა და ესე დარჩა ნაძალადებად ეს სახელი. საინტერესო ისტორია ქონია თქვენ სახელს ძალიან. თუმცა არა მარტო თვითონ დარქმევის ეპიზოდებია საინტერესო, არამედ იერუშალაიმიდან მოდის, იერუსალიმიდან ეს მშვიდობას ნიშნავს და რა ვიცი, მერტფაქნას რომ მშვიდობის გამტკიცების საქმეში მეც შემეტანოს შემიწვლილი. ცელქი ვიყავიო თქვით ცოტა ხნის წინ. აი რაში გამოიხატებოდა თქვენი სიცილქე და მაინტერესებს როგორი მოსწავლე იყავით? მოსწავლე ვიყავი განწყობის, რასაგნების მიყვარდა იმას სწავლობდი ხუთიანზე და რაც არ მიყვარდა სერცუდას სწავლობდი, მაგალითად ალგებრას დანახვა არ შემეძლო. ხო, მაგრამ იმ ჰუმანიტარულის ხუთიანების ხათრით იგაც კაი ნიშანს მიწერდი, თუმცა მე არ ვსწავლობდი. სხვადასხვა რეიგანს უნიკალური გამონათქვამები ჰქონდა და ერთხელ ბრძანა რომ რა კარგი ყოფილა პრეზიდენტობა. როგორც კი ამირჩიეს პრეზიდენტათო, ჩემი სკოლის ნიშნე მეგრე საიდუმლო გახდაო. ხო და ნუ ყოველ შემთხვევაში მე გადასამალი არაფერი მაქვს, მაგრამ ნუ ძირითად საგნებს სწავლობდი ძალიან კარგი. რაც შეეხება ცერკობას, ეხლა ჩვეულებრივ რამე ისტორიები გექნებათ სიცილქესთან დაკავშირებით? ისტორიები, რომელიც სამუდამოდ დამრჩა კვალზე, ის რა ქვია, ხან თვალში შემერჭო რამე, ხანაგერ ნიკაპის დაბლა ის დანით ის რაღაცა გავახერხე. აგერ აქ ფეხი გამოგლეჯილი მაქვს, იმიტომ რომ ძაღლების ჩხუბში მსაჯი ვიყავი და გამკრესკბილი. ანუ ეს მთაში ძაღლების ჩხუბი ძალიან მისაღებია კი. როგორ გადაურჩი არ შემჭამეს უბრალოდ შემთხვევით გამკრესკბილი განზრახ კი არა, მსაჯობდი და ეთყობა ერთ-ერთმა ძაღლმა ჩათვალა რომ არ ობიექტური მსაჯი ვიყავი, თუ რა იყო არ ვიცი. ამ სიცხარისგან. ნუ მაშინ ცოტა უცნაური ბავშვები ვიყავით, ეხლა რო უკვირდები უფრო ფაქიზი ბავშვები ერთმანეთს მომთხილებლები. ვიდრე იმ პერიოდში, აი თქვათ ქვებს ვესროდით ერთმანეთს, რიყის ქვებს. ხშირად მოვარტყავდით თავში ან რაღაც შეგვჭა რატვინი. ერთხელ მომხდა აგერ შუბში იქ მესროლა, საკმაოდ შორი მანძილიდან მეზობლის ბავშვმა. და მეც რაღაც შუბლი შეუშვი რომ ვერ გავგიდე, ეგრე გაღასხა ცხრიდან სისხლმა როგორც კი ეს დიდი ქვა დამეტადა. 300 მეტრი იქნებოდა, ან როგორ მოახერხა არ ვიცი. მე მეც მომიტყია ხო სხვისთვის და ნუ ასე ვიყავით რა, მართლაც ახლა ბავშვი არის ღმერთის იმედზე და ღმერთს ყავს ჩაბარებული რა. იმდენი ფათერაკები შეიძლება გადაგხდეს. ბატონ შალვა, 14 წლის იყავით, მამა რო გარდაიცვალა და დედა დარჩა სამ შულთან ერთად, მარტო არ იქნებოდა მისთვის, ხო, ესეთი მარტივი ოჯახის გაძღოლათან იმ პერიოდში ხა დიდად ცხოვრებაც ესეთი უპრობლემო არ იყო, ასე ვთქვათ, მაინც უპრობლემო შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრება არც ერთ წყობაში არ იქნება. ხო, აი თავარია ეს პერიოდიც რო გაიხსენოთ და დედაზე რო უფრო მეტი მოგვიყვეთ. ხო, დედა ჩემი ისეთი რთული ბუნების მთისქალი იყო, ძალიან ამაყი, ძალიან ეროვნული, როგორც ჩვევიათ მაგათ. ნაციონალიზმში არა, მაგრამ მიახლოებული იყო. კაი გაგებითო, განსაკუთრებით გაგებით. კოლმეურნობის თავმჯდომარედ მუშაობდა ომიანობის წლებში. ორი ვადით იყო. იქ ირჩევდნენ კოლმეურნობის და ჩვენთან ჯერ კოლმეურნობის თავმჯდომარის არჩევის დონეზე უნდა მივიდეთ აი აქ. ისეთი ქვეყანა შეიქმნა. იქ მართლა ირჩევდნენ. ორი ვადით იყო გუდამაყრის კოლმეურნობის თავმჯდომარე. 9 მილიონი სხვარი ყავდა თუ რაღაცა მე მილიონების ტრიალი იყო იმ კოლმეურნობაში. ხო და მე რო წამოვიზარდე და დავინახე რომ კოლმეურნობის თავმჯდომარეებს ვოლგები ყავდა და კარგად ცხოვრობდნენ, ბუნებრივია პრეტენზიები გამიჩნდა და მე უთხარი, შენ რა საკეთებდი იმ კოლმეურნობაში, აგერ ფიდას ისყავს ვოლგა, მე უთხარი. ხო, ეგო არ ვიცი, იმას საიდან ყავსო, მაგრამ მე 2 დღე ვმუშაობდი და ღამე წითელ არმელებს წინებს უქსოვდიო. ესე არ მეცალო ეგეთი რაღაცებისთვის ხო. ძირითადად დაკავებული იყო ოჯახით და ძალიან კარგი მეურნეობა ჰქონდა ნაკვეთში
პირველი მოსავალს სოფელში ის იღებდა, მუშაობდა დღე-დაღამ ძალიან ბევრს. მამა ჩემი იყო განათლებით იყო პედაგოგი. დედა დაუხრიტეს მას და ესეთი რთული ცხოვრება გაიარა. თვითონაც გადასახლებაში იყო. ანუ რეპრესირებულები. თვითონ ისე ფალავანი იყო, მაშინ ახლა ცირკში ჭიდაობდნენ, ახლა ეს არ იყო ჩემპიონატები და ითვლებოდა კარგ ფალავანი. და რატო რითი გარდაიცვალა ბატონო? ფაქტით. ფიზიკურადაც იყო არანორმალური. აი თქვა ჩემი ორი ხელი, კიდე ერთ ხელი დაამატო, იმ ხელა ქონდა ხელი. და ეს გარტყმის ძალა კიდე ქონდა უნიკალური იმ დონეზე, რომ იქ მუშაობდა ქვეშეთში მუშაობდა, რესტორანი იყო იქ, ეხლაც დგას ის შენობა, მე მგონი იმის დირექტორად. ხო და იქ ვიღაც ყოფილა ის ხალხი კიდე კარგი ესე შეუძლიათ გულის გადაყოლება თუ რა ადამიანს გული გაუსკდებოდა ცხოვრობით. იქ ვიღაც ოსი ყოფილა, ასევე ფალავანი და მაგარი კაცი ლადიკაუკაში. რო გაუგია რომ იქ მაგარი გამტყმელია ვიღაცა, წამოსულა სპეციალურად საჩხუბნელად. ხო და ამას ვთქო რომ დამანებეო თავი არ წალიო და დაჯდა თურმე აღარ მიდის. აღარ გადის იქიდან, მაგრამ შემოვარტყავთ ხელს ერთმანეთს, ისე წამსულერა რომ ლადიკაუკაშიო და მოკლედ რომ უყანა ხელში როგორ ჩანს დაარტყე ერთი და პირდაპირ სკამენად გაიტანა არაგუზე იქვე ნაპირზე. ესე თვითონ არ ყვებოდა, მაგრამ ესე გადმომცა იმის გაზრდილები ვინც იყვნენ ბიჭები, ხო? მანამდე მუშაობდა ის აი ჩრდილო კავკასიის საძოვრები იყო, ჩვენი ცხარი გადადიოდა დაღესტანში, კაჩუბეი, აი იქ იყო მომთაბარე ინსპექტორი, აი ამ ცხოვრების რა ვიცი რა სამოწმობდნენ აღარ ვიცი. მაგრამ იცავდა იქ ამ ჩვენს მეცხვარეებს და დასახლებას არაფორმალურად რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ მაინც ჩრდილო კავკასიელებთან კონფლიქტები იშვიათი არ იყო რაღაც საყმაწხვერო საკითხებზე, მაგრამ ერთხელ ობიექტურად გადაარჩინა მთელი ის ქართული დასახლება, შეიძლება ითქვას ამოწყვეტას, როგორც კი ბერია დააპატიმრეს თუ დახვრიტეს, ეგ კიდე გაურკვეველია 26 ივნის 53 წლის რა მოხდა, აი ვინც გადაასახლეს ჩეჩნები და ჩრდილო კავკასიელები. აი ისინი დაირაზმნენ ქართველთა ამოსაჯლეტად კაჩუბეიში. ღამე. და მამაჩემმა გადაარჩინა ეს ხალხი დახოცვას თავისი პატარა ჯგუფით და მოკლედ ეს თვითონ გადაუდგა წინ მოკლედ და მაგრამ მაინც პატარა წული ხანჯალი შეურჭიათ იმაში რა ქვია ფილტვში. ხო და დედაჩემს აქვს მოყოლი რომ მოვიდა ეს მაშინ ჩექმები იყო მოდაში რაღაცა ესეთი. იქიდან სისხლი მამოასხო, ვერც გაუგია რომ სისხლი გამოდიოდა. მაგრამ ექიმთან რაღაცა არ მისულა, რაღაც თამბაქოს იყრიდა და იმით მოიჭირა. ჩემს თუ გაიჭირდა შეყურდი ქვეყანას. მაშინ სხვა თაობა იყო, სხვა ეპოქა იყო, ხო და იქ ბაზალეთში მუშაობდა ეგ ტყის მცველად, სატყეოს უფროსად. და თუ შემორჩა ტყე იქ და გაშენდა კიდევ აი ბაზალეთის არეალში, ეს მამჩემის გაკეთებულია სულ. იმ დონეზე უყვარდა ხე და ისე ეფერებოდა ამ ყველაფერს, რომ ბილეთის გარეშე აკრძალული იყო ჩვენ შეშა მოგვეტანა სახში. გამორიცხული იყო შეშის მოტანა. ამ ბილეთი უნდა აგეღო და აი ცუდი ხეები რაც არის დანომრილი, ის უნდა მოგვეტანა მარტო. ძალიან თავსევლებოდა ამ თვითოულ ბალახს, ხო. აი ეს შემიძლია გავიხსენო ამ ამბებით. ბატონ შალვა, თუმცა იყო ის ასევე რთული პერიოდი, როდესაც დედა ებრძოდა მძიმე სენსს. ხო. და ესეც ვიცი, რომ თქვენ ეს იყო თქვენი სტუდენტობის პერიოდში უკვე. და თქვენ მუშაობდით ღამის დარაჯად და პარალელურად ულიდით დედას. აი ხო, ეს ძალიან ვიწრო წრემით ვთქვი თქვენ საიდან გაიგეთ მიყვარს კი ასე იყო ხო ეს უმძიმესი პერიოდია ჩემი ცხოვრების საშინელი დაავადება ეს ჭირი შეიძლება ითქვას ჩემ თვალწინ კვდებოდა დედა ერთი 2 წელნახევარი ცხიმოვანი ჯირკვალი გვეგონა მოკლედ და თურმე ყოფილა გაქანებული სიმსივნე და რომ მივიყვანეთ იყო მე-4 სტადია უკვე ანუ ოპერაციაც არ შეიძლებოდა და აი ამ მე-4 სტადიით სიცოცხლე 2 წელზე მეტხანს. კიდევ ხო. ნუ რა თქმა უნდა ეს იყო წარმოუდგენელი ტრავმა ჩემთვის, რომელიც ესე ტრავმები არ გადის.
აი 200 წლის რომ მოიყარო ეს. რამდენი წლის იყო დედა რომ გარდაიცვალა? დედა 62 წლის. ნუ ძალიან ახალგაზრდა. ნუ შეიძლება ითქვას რომ ბებე ნამდვილად. არა, ნუ 62 წლის საკმაოდ ახალგაზრდა აქ ალბათ. მამაჩემიც და დედაჩემიც ორივე ერთ ასაკში გარდაიცვალა. 62-ის. ხო. მე სულ მეგონა რომ 62 წლისა მეც გავყვებოდი მათ კვალს, მაგრამ როგორც ჩანს არა, ხო. გადავლახე ეგ ბარიერი და კი, თუმცა მე მახსოვს რაღაც პერიოდი თქვენ საკმაოდ რაღაც ისეთი ჯანმრთელობის პრობლემებიც გქონდათ, თუმცა დაძლიეთ და ძალიან კარგი მე შუნტირება გამიკეთეს 2008 წელს გულის შუნტირება ვენაში, ავსტრიაში. მის შემდეგ ნუ ახლა არაფერი პრობლემა არ მქონია, იმიტომ რომ ისეთი არტერია ჩამაგრე შიგ, რომელიც საერთოდ არ ავადდება და არ ზიანდება. კერდის არტერია, ხო აი ეს მანქანას რო გამოუცვლიან და ახალი მას დაუყენებენ, ეგეთი ვარიანტია, ხო. თუმცა იქ სხვა ისტორიები არსებობდა ამ ოპერაციას წირაც უძღოდა, მაგრამ ვინაიდან დაუმტკიცებელი მომენტია, მე ხო ბადრებ გამავთხილე, რომ წამლავენო ჩვენო და ფრთხილად იყავიო. ხო და ესე იგი მე ძალიან ისეთი იუმორით შევხვდი ამას და მე ზუსტად ბადრი მე დიაგნოზით მოვკვდა. ხო, ძალიან სამწუხარო. მაგრამ ეხლა ის რაც დაუმტკიცებელი, ეხლა თან სპეციალურად. ხო, ამაზე საუბარი ხო მესმის რომ არც აღარ გამიჯაზებია, ასე რომ ვთქვა. ბატონ შალვა, თქვენს ცხოვრებაში კიდევ არის ერთი ადამიანი, აი თქვენთან მიმართებაში, თქვენს აღზრდაში მე როგორც ვიცი, განსაკუთრებული წვლილი აქვს და ეს არის თქვენი უფროსი და. კი, ნინო. და საინტერესო ისტორიებიც გაქვთ თქვენს დასთან დაკავშირებული. მე ვიცი, აი მაღაზიის ისტორია და ესე იგი, ახლა მგელს ჩაბარდება ბატონო. გამიტოვა ეს მაღაზია ერთი, რა, სადღაც წავიდა თვითონ არ ვიცი. ხო და მე ახლა როგორც ლეიბორისტმა და ქველმოქმედმა ვიცოდი რომ ბავშვებს შოკოლადა კანფეტები უყვარდა და ყველას დაუძახე და ნუ მოკლედ აი ფიროსმანში როა თავისი დუქანი რო გაატანა მთელ უბანს ეგრე გავატანე მთელ კანფეტები ამ ბავშვებს. მე არ მოგხვდათ ამის გამო. არა მე საერთოდ ისე ვიზდებოდი რომ არ მახსოვს მოხვედრა და ეგეთი რაღაცა. ნუ ძალიან თავისუფლად გამზარდა შეიძლება ითქვას. ნუ შენიშვნას კი მეტყოდა ხო, მაგრამ ისე რომ აი ცემა ან რაღაცა ყოფილიყო დანერგილიან ესეთი რაღაცა იყო გამორიცხული და მეც ესე გავზარდა ჩემი შვილების ხათაშორის ზუსტად ამ მეთოდიკით. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ახლა ამას სულ მაყვედრიდან მე რომ ასე ვთქვათ ოჯახის ქონება გავანიავე, იმიტომ რომ მე ეს ხო უნდა ანაზღაურო, მე თავისი ხელფასიდან დადუეს თანხა. ხო, მაგრამ ასე ვთქვათ, პირველი ქველმოქმედება ასე გავწევი. კარგი ისტორიაა ძალიან. ბატონ შალვა, აი გამორჩეული ხართ ქართულ პოლიტიკოსებში თქვენი ამ ენამოსწრებულობით, იუმორით და ასე შემდეგ. აი სკოლაშიც ესეთი იყავით? თუ რაღაც გარკვეული ასაკიდან წამოვიდა მე ეს, აი ხანდახან რო გისმენთ ხოლმე, აი უცებ ისეთ რაღაცას იტყვით, რომ სულ ფიქრობ, რომ აი რა არის, როგორ არის ხო ადამიანის ტვინი მოწყობილი, რომ უცებ ესეთი რაღაცა მოგივიდეს თავში, ნუ ყველა ადამიანს ამისი უნარი რა. ხანდახან ჩემთვისაც აუხსნელია, სულ არ დაგიმალოთ. ორატორია ეს ამას ვერ ისწავლე. არა. ეს მოდის რაღაცა აუხსნელი ფაქტორებიდან. ზევიდან მოდის თუ ქვევიდან არ ვიცი, მაგრამ შენ თვითონ ხარ ამ ორატორიის ნაწილი მერე. რაღაც და ვიღაც კარნახობს, აი ეს ამას ვერ დაგეგმავ წინასწარ. მე ხო მთელი სოფლიო მოწმა რომ აქ ხაღადი არასოდეს გამომიყენები არაფერში, ხო? ეს მოდის სულიდან თუ სულის გარე რაღაცა. არა, ნუ ხანდახან რომ ახსენდება ხოლმე აი ეს რაღაცა ფრაზები თქვენს მიერ ნათქვამი. აი მე აღარ მახსოვს. ხო და აი ჩვენ გვახსოვს. მე თვითონ აღარ მახსოვს ჩემი ნათქვამი სადღაც ლაპარაკობ. აი ეს არის ანეკდოტი, ხო? სამგლე გოჭივით არის ეს კაცი ატეხილი და ჩავარდება ისეთი მგლის ხახაში, საიდანაც ვის და მისი შთამომავლობა ვეღარ გამოა. როცა უყურე მე ოცნების და ნაცების ჩხუბს, მახსენდება ბრძნული ქართული გამონათქვამი. ყავს უთხრა, შეჩემზე შავო. ვის რაში უნდა ივანიშვილი, მაგისი ტყავი არ გამოდგება და კანი არ გამოდგება. გავიდეთ ქუჩაში, მე, შენ და ბიძინა ერთად. თქვენ ახავთ, მე როგორ დამიწყებს ხალხი მოფერებას და ცესკოს მონაცემებში თუ არა ისახება ის რასაც ანანასებს, ბანანებს და კარტოფილებს. ნუ ალბათ ერთ-ერთი მიზეზი, ერთ-ერთი ფაქტორია ამ ორატორიისა ფშაური გენია ალბათ. ფშავლებს საერთოდ ახასიათებთ ეს სიტყვაკაზმულობა, კაფია, შაირი.
კი. და მე ვხსნი რომ შეიძლება ერთ-ერთი ხაზი ესაც იყოს. ნუ რა თქმა უნდა ახლა თუ განათლება არა გაქვს და საკუთარ თავზე არ იმუშავა, ახლა მარტო ფშავლობა არ გიშვებს. მაგაში გეთანხმებით. ვიცი რომ კარგად წერთ. თან ბავშვობიდან. იმიტომ რომ ის ინფორმაციაც მაქვს რომ ნორჩ ლენინელში დაიბეჭდა თქვენი პირველი ზღაპარი. რო გაიხსენოთ. მაბადე თოვლის პაპა ერქვა ამას და ეხებოდა იმას რომ არ უნდა მოიჭრას ნაძვების საახალწლო და ჟობე ხელოვნური დავდგათ ეს ისტორია იყო აღწერილი. ეხლაც მაგ პრინციპებს ვიზიარებ სხვადასხვა მეც. ნაძვი ნადგურდება და ეს სრული გენოციდია შეიძლება ითქვას იმ გარემოსი, სადაც ჩვენ უნდა ჯანმრთელად ვიცხოვროთ, რა პრობლემაც გვაქვს მართლა. ხო, კი წერდი, მაგრამ არ დაგიმალავთ და შემდგომში რამდენჯერაც მუზებმა შემიჩხიკინეს, გავისტუმრე უარით. რატომ და იმიტომ რომ საერთოდ სადაც ხარ, უნდა იყო გამორჩეული ჩემ პრინციპია. გამორჩეული. და ახლა რუსთაველის, ბარათაშვილის, ვაჟას და გალაქტიონის ქვეყანაში, ლექსა ეთამაშოთ ცოტა უხერხულია. გბილად რო ვთქვათ. გასაგებია. თქვენი ბავშვობის ნაწრვა უნდა გაგახსენოთ, თუ გახსოვთ ამაზონის ჯუნგლებში მოგზაურობა. შერვუდის სიგნი იყო, მარტო ჯუნგლებში, ხო? ხო, ეს სადუმლოებაც გწოდნიათ ჩემი. ხო, არა მარტო ამაზონის, არამედ მთლიანობაში ჯუნგლებში და ტროპიკულ ქვეყნებში და ინდოეთში ძალიან მინდოდა მოგზაურობა. ხო, ეს ოცნებები მქონდა ძალიან მინდოდა. ეხლაც მინდა რომ ბევრი ვიარო მოგზაურო, მაგრამ ჩემი ცხოვრების გამო რა ფორმატშიც მოხვდი, ძირითადად დავდივარ ბირჟებზე, ბაზრებში, აქციებზე, მიტინგებზე, ბრიფინგებზე და მე როგორ აღარ მაქვს არაქაცი რომ სოფლო შემოვიდე. არც დრო. ახლა გავარდა ეს არის. გელოცავს. ყველაზე კარგი უნდა მეკრე თქვენ ჯარისკაცი მეტერა. დაიხარ. წარმატებული გაბარგოლა ხარ. კახეთიდან ხარ თუ არა? თუ მოვიდოდო შეუძლებელი არ არის. გაიხარე შემიძლია. მაგრამ საქართველოს გააგრძელებს თავის ძალიან დიდ გზას განვითარებისა და მომავლისაკენ. ბატონშალვა, მაინტერესებს რატომ აირჩიეთ ეს თქვენი მიმართულება, სამართლის მიმართულება, როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, რა იყო მიზეზი, ვთქვათ ის რომ ეს იყო პოპულარული მიმართულება თუ რამე ფაქტმა განაპირობა, ან ვინმე მგირჩიათ? პირველი პოლიტიკით ვიყავი დაინტერესებული ბავშვობიდანვე, ახლა დაახლოებით იმ დონეზე რომ მეოთხე კლასში უკვე წაკითხული მქონდა უნივერსიტეტის ისტორიის სახელმძღვანელოები. მართლა? ხო. სკოლის სახელმძღვანელოები. და რა საიდან გაგიჩნდათ ეს ასეთ პატარა ბავშვი პოლიტიკის მიმართ ინტერესი? ეს ისტორია და საერთოდ სად ვიყავით და ვინ ვიყავით და როგორ გავჩნდი და რა გველი სხვალ ეს მაინტერესებდა და ისტორია მაძლევდა ამაზე პასუხს მაშინ. ახლა ზოგს ფიზიკა აძლევს აღნიშნულის პასუხს, ზოგს ქიმია, ზოგს მათემატიკა. მე ეს მეჩვენებოდა რომ ახსნა აქიდო, ხო. მე არ ამას მოხდა თავისთავად ცხადია იურისპრუდენციისადმი ინტერესი, იგივე თქვათ გამოძიება მაინტერესებდა ეს დეტექტური მიმართულებები პროზაშიც და პრაქტიკაშიც ეს ყველაფერი. ხო და კომპლექსურად მოხდა ამ სპეციალობის არჩევა, მაგრამ უფრო მეტად პოლიტიკური გადახრით იყო ეს, ვიდრე ვთქვათ ის რომ თქვათ პოლიციელობამ მომდა ან პროკურორობა რაღაცა ეგეთი, ხო. ესე იყო. მე ამის შემდეგ უკვე დიპლომატიური აკადემიის ასპირანტურა დავამთავრე მოსკოვში. მოკლედ ბედი მაქვს სადაც მივიდო რომ ყველაფერი იშლება. მაშინ დაიშალა იმპერია, თორემ ახლა არც არჩევნები მჭირდებოდა, არაფერი არ მჭირდებოდა. საქართველოს საგასპირლო მდივნობას აი ასე გავარტყავდი ნებისმიერ დროს, ხო. ისეთ წრეებზე და დონებზე ვიყავი გასული ახლა მოსკოვში, ხო. მაგრამ იმ დიპაკადემიამ ძალიან დიდი რეზერვი მომცა იმისათვის, რომ აი რასაც ახლა ვაკეთებ და იგივე საერთაშორისო არენაზე აი ეს ბაზისი მქონოდა, ის ძალიან უძლიერესი დაწესებულება გახლდათ მაშინ. ახლა არ ვიცი გადააკეთეს და უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შედის. ხო და აი იქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ბევრი რამ გავიგე და ძალიან დიდი სითბო მაქვს მე იქ დახვეწილი ინტელიგენცია მუშაობდა იქ აკადემიაში ახლა ისეთ ჩვეულებრივი დეჟიმორ და რუსებს იქ ნაკლებად დახავდი
აი ეს თავადები შთამომავლები მოროზოვები და ვარანცოვები და არიშკინები და ეს შემადგენლობა აი ფრანგულად რო იზრდებოდნენ ოჯახში აი კიდევ იქ იყო შემორჩენილი მაშინ საოცარი წრე და საქართველოს ისტორიო იცოდენ ძალიან კარგად და უდიდეს პატივს სცემდნენ ჩვენს ქვეყანაში ჩვენს ხალხს აი ესეთი გარემოცვა და წრე იყო და მე ძალიან მადლობელი ვარ იმ დაწესებულების მართალი არ არის ახლა მოსკოვში რამის დადებითად ხაზგასმა მოდაში, მაგრამ ესაც არასწორი მიდგომა. ჩვენ უნდა კონკრეტიკიდან ამოვიდოთ ყოველთვის და დავინახოთ სწორად სად არის ცუდი და რა არის კარგი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ. ბატონ შალვა, მე მგონი ქალბატონ ბელასთან შეხვედრაც უკავშირდება მოსკოვს. ძალიან მინდა რომ თქვენი სიყვარულის ისტორია მომიყვეთ. ხო, ნუ ახლა ეს მაშინ ჩვენი მექა 2 საუკუნე იყო პეტერბურგი და მოსკოვი, ხო? აი ქეთოდა კოტეში ხო ეს იყო პეტერბურგში. ხო, ნუ ეს იყო მიგავიცანეთ ერთმანეთი და ნუ 10 წელი მეგობრობდი და ნუ 10 წლის შემდეგ მოხდა ამდენი ხანი. კი. იმიტომ რომ ახლა მეც საქმეები მქონდა, როგორც ხდება, იმასაც იქ ასპირანტურები და რაღაცები. ნუ დავაგვიანეთ, თქო ძალიან არა მე ვფიქრობ. ნუ ყოველ შემთხვევაში ორი ბავშვი მოვაცარეთ. ჩვენი ურთიერთობა იყო ყოველგვარი ხელის თხოვნის და აი ავტომატურად უგერდით ერთმანეთს აი უსიტყვოდ შეიძლება ითქვას. ხო. ერთხელ როგორც ქართველებს შოქფერის ძალიან მაგრად ვიკეიფე ღამე და მეორე დღეს მე და ბელა მივიდოდი დიდ თეატრში. გადიოდა ევგენი ონეგინი თუ გედის ტბა აღარ მახსოვს, რა ვიცი, ისე ვიყავი რომ საკუთარი გვარი არ მახსოვდა ბახტზე. ხო და რო წავედით, ნუ დაიწყო წარმოდგენა, ნუ მაქსიმალურად მეჯერებდა და მე ჩამეძინა იქ. და იმის შემდეგ, ნუ ხლა მეგრელის ყბიდა რა ამოა, იმის შემდეგ რომ აი ხელოვნებას როგორ არ ვაფასებ და როგორ ჩამეძინა და უხსნი რომ ნუ ახლა ძალიან მძიმე ის იყო ბახუსი ბევრი დავლია და სხვა და სხვა. ხო და ამაზე ყოველთვის დამცინო და ნუ კეთილი გაგებით ხო. ხო, პოლიტიკოსის ცოლობა განსაკუთრებით საქართველოში ძალიან რთულია და მე შალმათელაშვილის ცოლობა. ხო და აი ქალბატონი ბელა რაღაცნაირი მშვიდი, წყნარი, პოეტი, რაღაც სხვანაირი არის, თქვენ უფრო აქტიური. ღმერთთან დეფო რომ ჩემნარი აქტიური ვასაღლა ოჯახში ორი გადარეული. ხო, რა თქმა უნდა ეს გარკვეულწილად კი არა, ბევრწილად ხელს მიწყობს იმაში, რომ რელაქსაცია მივიღო და კიდევ გამოვენთო ბრძოლის ველზე ახალი ძალით. მაქსიმუმი თავის ცხოვრება მე მომიძღვნა ფაქტურად შეიძლება ითქვას. ახლა ამ ბოლო წლებში გადავარდა ამ პოეზიაში და ცოტა მუზაზე ვეჭვიანობ. ხო. მაგრამ შინაგანად კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ აი გაეცალა ამ პოლიტიკას და არ მინდა რომ ახლა მე დავზარალდი ამ პოლიტიკით და ახლა ესაც ჩავითრიო მოკლედ ბოლომდე და კმაყოფილი ვარ რომ რაღაცა თავის დისტანცირდა მოკლედ ამ ხარებს და თავის კონკრეტული ამბისგან თავის საქმეებშია და ხარობს თავისი წიგნების გამოსვლით მე იქ საღმოები მიყავს პოეტების და სასიამოვნო წრეა ახლა მაგათ შემოქმედ ხალხში იქით როა ნუ გარკვეულწილად ჩემთვის შვებაა რომ ნუ ოჯახში ორი ტანჯული არ არის გასაგებია ეხლა რა შეეხება თქვენს არაჩვეულებრივ შვილებს ძალიან კარგი შვილები გყავთ. რა საქმიანობენ? ბექა ვიცი. ბექას ამბები ვიცი და გითხარით კიდევაც რომ კარგი იქნება რომ უფრო ხშირად გამოჩნდეს შიდა პოლიტიკურ ამბავშიც თქო და თქვენ ქალიშვილზეც რომ მითხრათ. მოკლედ მომიყევით თქვენ შვილებზე. ხო, ახლა მე ძალიან არ მინდოდა რომ ჩემ შვილებს ჩემი ცხოვრებით ეცხოვრა, ან ჩემი გზა გაევლო. იმიტომ რომ ნუ ყოველ შემთხვევაში ინსტინქტია მშობლის რომ ქარტეხილებს შვილები მოარიდო კი მაგრამ ახლა არც ის შემიძლია რომ ახლა დავავალო და უკარნახო რა უნდა გააკეთონ და როგორ თუ ეს ახალგაზრდები ბატონ შალვა არც თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას ასე ვთქვათ რა უნდათ როგორ უნდათ და ასე შემდეგ არ უყვარ თავს მოხვევა რაღაცის და ნუ ჩემებიც არ არიან გამონაკლისი აქედან და დავიწყოთ იქიდან რომ ორივე დაიჩაგრა ჩემს გამო ჩემი ოპოზიციონერობის გამო ახლა სამხელისუფლებასთან კონფრონტაციაში ვარ და ეს აისახება ოჯახის ბედზეც. ზოგადად საქართველოში პოლიტიკოსების შვილები ძალიან დასტრესილები არიან ხოლმე. შეიძლება ითქვას, მაგრამ მე მაინც განსაკუთრებული გზა გავიარე.
კომპრომისობის და ასე თქვათ გარკვეულწილად რადიკალიზმის ფაქტორი ოჯახზეც აისახება. ანუ სამსახურში არ იღებენ პირდაპირ რო გითხრათ არც ერთ ჩემი ოჯახის წევრს. საჯარო სამსახურში. საჯაროში, ხო. და ახლა კერძო ბიზნესში და იმაში ჩვენ რა კაპიტალი უნდა გქონდეს, რომ იქ რაღაცა დაიწყო, გამორიცხულია და საჯარო სამსახურში აი სადმე რომ მიიღონ, ის კი არა წანახცენით ჩემი და პროკურატურაში მუშაობდა კანცელარიაში, განცხადებს რომ არეგისტრირებენ. არაფერი არ იყო და როგორც კი მივიდა ეს ადეიშვილი გენერალური პროკურორი ეგრე გამოუშვა. რა საშავებდა ახლა? არ ამბავი უნდა მოიტანა ჩემთვის ახლა იქიდან. ისეთი რომ მეხტად ახლა ამეტეხა. ხო, აი ესეთი ავადმყოფების ხელშია ქვეყანა ამდენი წელია. და ჩემი შვილებიც ნუ ამ გზას დაადგენ. არავინ ახლა მათ არ იკარებს, რამდენი სივიც არ შეავსეს, რაც თავი მახსოვს. შვილები ვინ არის პროფესიით? დაკომ დაამთავრა ფილოსოფიური უნივერსიტეტის, შემდგომ აი ძალიან მრავალმხრივი ინტერესები აქვს. შემდეგ გახდა ეკოლოგი, მაგისტრატურა დაამთავრა და ახლა დოქტორანტურას ამთავრებს გეოგრაფიაზე და დავცინოდი რამდენიმე დღის უკან რომ გამაგებიდე ის არის მისტერ ზორგია ესე იყო გამონათქვამი ვინ ახარ რა სპეციალობა მეთქი დაკო და იცინოდა. ხო და ბექამ დაამთავრა სამართალმცოდნეობა და საერთაშორისო ურთიერთობები. აქ არის ახლა პარტიაში რა ვიცი რაც წამოიზარდა ჩემს გვერდით არ მიუტოვები ვარ. საერთაშორისო საქმეებს კურირებს მთელი ეს ჩვენი საერთაშორისო მიმოწერა, მიღწევები, ცნობადობა ძირითადად ბექას შემოქმედება, ბექას მხრებზე გადადის ეხლაც საერთაშორისო ფორუმებზე გამოდის და პირდაპირ რუსების დელეგაციის თვალწინ ეუბნება რომ როგორც ოკუპანტები წადით და როგორც მეგობრები შემოდით და იქამდე იძახა ეგ აზიის პარტიების კონგრესზე რომ მე რუსები თხოვდნენ ჩვენ გარიცხვას ამ კონგრესიდან, იმიტომ რომ დისკომფორტი შეექმნათ. იქ ახლა დამსწრე იაპონელი და კორეელი დელეგატები ასევე ფიქრობენ, მაგრამ ვერ ბედავენ თქმას რუსების წინამდე ვერაფრისას და მე მედიან და ბექას მადლობას ეუბნებიან რომ ჩვენ სათქმელიც თქვიო. აი ესეთი მეზობლების ხელში ვართ თავრობას რო დავანებოთ თავი, ხო? ასე რომ ბექა აქტიურად იბრძვის ქვეყნისთვის და მასაც კაი გაგებით ჩემი არ იყო საქართველოს მიესაჯა. იცით რა მაინტერესებს, აი, როდესაც ადამიანი გარკვეული სხვადასხვა პროფესიაში მყოფი ადამიანი არა მარტო პოლიტიკოსი. ბატონო, მადლობა. სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს იმას, რომ საქართველოში შემოსხმული დამზადებული კოკა-კოლა არის განსაკუთრებულად გემრიელი. ეს მეც გამიგია, იმიტომ რომ ქართული წყალი უნიკალური მოვლენაა მსოფლიოში და შესაბამისად მასში განზევებული კოკა-კოლას ნივთიერებები არის განუმეორებელი. ბატონ შალვა, სხვადასხვა არა მარტო პოლიტიკოსი, პროფესიონალი, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს, შერ შემთხვევაში მაინც ვერ ნაწილდებიან ისე აი თავის საქმეშიც რომ ბოლომდე იყოს ჩართული და ოჯახშიც. თქვენ შემთხვევაში როგორი იყო? რამდენად ახერხებდით იმას, რომ შვილების მიმართ ყოფილიყავით ყურადღებიანი, წაგეყვანათ, წამოგეყვანათ, ვთქვათ, აი ეს როგორი ყოფნის ოჯახში? ეხლა ბექა რო აქ იყოს, სტაჟს დაგიკრავდათ. ისედაც თქვენ ოჯახი ძალიან უყვარს ბექასაც და ჩვენ ოჯახსაც. მადლობა ჩვენც. მეკითხებიან ხოლმე ხშირად. რატო არ დავდიოდით ერთად ზღვაზე, როგორც სხვა ბავშვები, მთაში დასასვენებლად? რატო ჩანდი იშვიათად სახლში? აი ეხლა ბავშვებს ეკითხები გაიზარდნენ და ხო, მაგრამ ალბათ მე უკვე ანალიზებენ და ხვდებიან რატომაც. მე ცოტა სხვა ბედის წერა მქონდა და არ მეცალა ამისთვის. და რა თქმა უნდა ძალიან უნანობ რომ მეტი დრო არ გავატარე ოჯახთან და შვილებთან, მაგრამ ვინაიდან ჩემი ქვეყანა არის ჩემი ოჯახი და ჩვენი ახალგაზრდობა, ჩემი შვილებია იგივე. ვთვლი რომ მაქსიმალურად ყველასთვის რაღაცა გავიღე. ხო, მაგრამ აი მაინც მაინტერესებს. ასევე დავაკელი მათ შორის ოჯახსაც. დააკელით მესმის ეს ყველაფერი და არ მიკვირს. თუმცა აი მაინტერესებს მაინც პოლიტიკის მიღმა ოჯახში როგორია შალვა ნათელაში? ძალიან ბუნჩულო, წყნარი და ხმამოუღებელი და არ ვაწუხებდა თუ რამე საჭმელია გემრიელი შევჭამ, თუ არ არის გემრიელი ხმას არ მოვიღე, მაინც შევჭამ. ანუ უპრეტენზიო ხართ. ხო, აბსოლუტურად.
და ბოლოს აუცილებლად უნდა ბავშვული ცელა. მართლა? აი თქვენი ყოველდღიურობა პოლიტიკის მიღმა როგორია? აი ეს ჩვეულებრივ ჩვენ დიდი ბაღი გვაქვს ბაზალეთში, რომელსაც უნდა მოვლა პატრონობა. გათოხნა, დაბარვა, მოთიბვა, მოცელვა, დარგვა, გასხლა. ამას ყველაფერს ბავშვობიდან ახლა სოფელში ვარ გავზრდილი და ვაკეთებ მე და ბექაც მაქსიმალურად ცდილობს რომ ჩართული იყოს ამ ხო ამ ბაღს თვითონ მიხედოს და თქვათ არ იყოს შესაძლებელი ვინმე სხვა მეზობელი ან მეგობარი რომ ის დაკავდეს ამ საქმიანობით. ბატონ შავა, ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ, თქვენი ცხოვრება მიუძღვენით პოლიტიკას. და რაღაც გარკვეულ ეტაპებზე იყო წარმატებაც, სიხარულიც, იმედგაცრუებაც, თქვათ ბრაზიც, რა ვიცი, ბევრი რაღაც, ხო? აი რაღაც მომენტში არ გინანიათ, რომ აირჩიეთ ეს საქმე? რაღაც მომენტში არა. დღე-გამოშვებით მაინც ვნანობ 1-5-4 წუთი. მაგრამ მე ვიღაც ჩამძახის, რომ არა. შენ სწორად მოიქეცი, ასე უნდა გექნა. და ასე გააგრძელა. სიგრძის შემდეგაც პოლიტიკური ფაქტორი ვიქნები. მაგალითი მაინც მინიმუმ მომავალი თაობისთვის ბევრ საინტერესო სასიკეთო ასპექტში. შეიძლება ახლა ყველაფერი შეტალონი რა თქმა უნდა არ ვარ. ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა. დიდი შემოქმედებით წარმატებები და მადლობა დიდი.